დღეს გადაცემაში ნახავთ. ეხლა მოვედი მარტო. არავინ არ იცის. ინკოგნიტად. არის გავს? აბა მეტი რა გზაა? ძალიან დავიბენი. 41, 42, 43, 44. არა და თითქოს მარტივი კითხვა ჩანს. საბოლოო პასუხია? არა. დარწმუნებული არ ვარ არც ერთში. აბა კარგად რო დავფიქრდეთ. არ ვარ დარწმუნებული, ახლა რამდენად ზუსტი იქნება ჩემი ლოგიკა. ანა, მამამ შეშამოგვიტანა. საღამო მშვიდობისა. მე გახლავარ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობ თამაშს. შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს. ანჯელა კაკაჩია. მადლობა ჩვენს დარბაზს. განსაკუთრებით სასწავლო ცენტრი TNT და ასევე თბილისის 172 საჯარო სკოლა. მოგესალმებით. აბა ანჯელა, როგორ ხარ? შესანიშნავად. ანჯელა არის 32 წლის წალენჯიხიდან. პროფესიით სოციოლოგი. ვისთან ერთად მოგზავნე? ჩემს უსიმპატიურეს მეუღლესთან და ორ მეუღლესთან ვაჟთან ერთად მოგესალმებით. მოგესალმებით. ანჯელა, 100,000 რომ მოვიგებთ, რას ვაპირებთ? რას ვაპირებ და მე თვითონ გავიზარდე ძალიან დიდ ეზოში და მინდა ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ დიდი ეზოიანი სახლი. სახლი შეძენა. მიწა უნდა შევიძინო. მე წესებს შეგახსენებთ. კი ბატონო. 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000 ლარს. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხეთ, მაშინ რა თქმა უნდა დაკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? შევთანხმდით. ძალიან კარგი. მაშასე, მზად ვარ თამაშისთვის? მზად ვარ. ჩვენ ვთამაშობ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. ჩვენთვის ფეხსაცმელი იგივეა, რაც ავტომობილისთვის საჭე, საბურავი, საქარე მინა, სარკეები. ბ საბურავი. ბ საბურავი. რა თქმა უნდა, 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა, 150 ლარი. რომელია ევროპის ბევრ ქვეყანაში გავრცელებული ფულის ერთეული? ევრო, ევრიკა, ევროპა, ევრიპიდე. ა ევრო. ა ევრო. 150 ლარი თქვენი. მესამე კითხვა. 200 ლარი. ჩვეულებრივ, რამდენია ყველაზე გავრცელებული სპაგეტის სიგრძე? 1-2 სანტიმეტრი, 5-10 სანტიმეტრი, 25-30 სანტიმეტრი, თუ 1 მეტრი. სპაგეტი რო წარმოვიდგინოთ, სპაგეტი წარმოვიდგინოთ. 25-30-ია. დავაფიქსიროთ? C. C. 25-30. რა თქმა უნდა. 200 ლარი თქვენია. თქო ესე. ესე ხო არის ხო? დაახლოებით. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. რა არის არჩევანის საპასუხო სიტყვა თამაში? შტუკა, არადანი, პასი თუ შენ იჭერ? საინტერესოა. ბ არადანი დავაფიქსირე. ბ არადანი.
რა თქმა უნდა, არჩევანი არ არის. 250 ლარი თქვენია და მივედით მეხუთე გარანტირებულ 300 ლარზე. საქართველოს რომელი ქალაქის საფეხბურთო კლუბის სახელია დილა? ხობის, ლანჩხუთის, გორის თუ სურამის? ეს არის გორის. დავაფიქსიროთ C გორის. C გორის, რა თქმა უნდა. გორის დილა. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია, რა თქმა უნდა. ანჟელა, თქვენ გაქვთ გარანტირებული 300 ლარი, ასევე 3 დახმარებაც ხელუხლებელი და მივედით მეექვსე კითხვაზე, 400 ლარი. რომელი ქართული ხალხური სიმღერა იწყება ამ სიტყვებით? ხიდის თავს შევკვრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია. A. შავლეგო, B. გუშინ შვიდნი გურჯანელნი, C. ლილე თუ D. ჩაკრულო. გახსოვთ სიმღერა? არ მახსოვს ტექსტი ხიდის თავს შევკვრათ პირობა, გავხდეთ ჩვენ ღვიძლი ძმანია. ძალიან დავიბენი. საერთოდ რომელიმე სიმღერის დასაწყისი თუ გახსოვთ აჯერა? არ მახსოვს. ამ შემთხვევაში შემიძლია დახმარება შემოგთავაზოთ თუ არ ვიცით დაზუსტებით. არ ვიცი, დარბაზში თუ ეცოდინებათ იყენებთ და გამოვიყენოთ დარბაზის დახმარება. კი ბატონო, დარბაზში თხოვთ ხელი აწიოს ვინც იცის პასუხი. სწორი რა თქმა უნდა. დიახ, გაგვეცანით თუ შეიძლება? მოგესალმებით, მიშა დარჩია არის ჩემი სახელი. ჩემი აზრით პასუხი იქნება D ჩაკრულო. დარწმუნებული ვარ. მადლობა. ალბათ სწორი. დიახ, ბრძანეთ თქვენც? მოგესალმებით, მე ვარ საბაჟღენტი და D ჩაკრულო. D ჩაკრულო. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ სულავა, პასუხია D ჩაკრულო. მადლობა. ანჟელა, სამივე ასე ვთქვათ, პასუხი იყო D ჩაკრულო. თქვენ თუ ეთანხმებით? დავეთანხმები და მივენდობით დარბაზს, იმიტომ რომ დარწმუნებული ჩანდნენ. და მადლობა მათ. საბოლოო პასუხია? D ჩაკრულო. D ჩაკრულო. და დარბაზი აბსოლუტურად მართალია. 400 ლარი თქვენია. ჩაუხდეთ მუხრან ბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანია. მეშვიდე კითხვა. 500 ლარი. რომელია ყველაზე მაღალი წოდება? ლეიტენანტი, ოფიცერი, მაიორი თუ პოლკოვნიკი? აბა რას ფიქრობ? აი ვფიქრობ დიახ. პოლკოვნიკსა და მაიორს შორის. უფრო რომელი გონიათ? პოლკოვნიკი, მაიორი. კომპიუტერით ხომ არ გნებავთ გადამოწმება? ხო, გამოვრიცხოთ აბა 2 პასუხი. კომპიუტერით თხოვთ? თხოვოთ. წაგვიშალოს 2 არასწორი პასუხი. ლეიტენანტი, პოლკოვნიკი. დარჩა A ლეიტენანტი და D პოლკოვნიკი. D პოლკოვნიკი. თქვენი ერთი ვერსია წაიშალა, მეორე დარჩა. და ჩემ თავს ვენდოთ. ანუ საბოლოო პასუხია? D პოლკოვნიკი. D პოლკოვნიკი. და 500 ლარი თქვენია. ნელა მივიწევთ წინ, 2 დახმარება გამოვიყენეთ, დაგვრჩა 1 ზარი ახლობელთან და მერვე კითხვა, 1000 ლარი. რომელი მსახიობი იყო ნომინირებული ოსკარზე 21 ჯერ, რაც ოსკარების ისტორიაში რეკორდია და აქვს მიღებული ეს ჯილდო 3 ჯერ. A. ენტონი ჰოპკინსი, B. მერილ სტრიპი, C. ჯეკ ნიკოლსონი
დე ინგრიდ ბერგმანი. აბა როგორ ავარ მსახიობებში, კინოში ჩემი ზოგადად? საყვარელი მსახიობია ჯეკ ნიკოლსონი და ჰოპკინსიც. ვფიქრობ დარეკვას გამოვიყენებ ჩემი აზრით, და მიცის ამაზე პასუხი, ჩემი აზრით ეწოდინება. ვისთან ვეკავთ? ჩემს დასთან. დასს სახელი? ნინო კაკაჩია. ნინოსთან ვეკავთ დასთან. კი ბატონო, ვიყენებთ მესამე დახმარებას. ნინო გამარჯობა. გამარჯობა. დათო დარჩეა გაწუხებთ გადაცემიდან შეგიძლია მოიგო 100,000. კი ბატონო. თქვენი დამიზის მე ახლა პირისპირ და თქვენი დახმარება ესაჭიროება. თუ სწორად ვიპასუხებთ 1,000 ლარი მისი იქნება. კი ბატონო. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ანჟელა თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. რომელი მსახიობი იყო ნომინირებული ოსკარზე 21 ჯერ, რაც ოსკარების ისტორიაში რეკორდია და აქვს მიღებული ეს ჯილდო 3 ჯერ. ენტონი ჰოპკინსი, მერილ სტრიპი, ჯეკ ნიკოლსონი, ინგრიდ ბერგმანი. ჰოპკინსი, ნიკოლსონი, სტრიპი, ბერგმანი. მე მგონი სტრიპი ანჟე, არ ვიცი ზუსტად. 2 ზუსტად არ ვიცი. დრო ამოიწურა, მე მგონი სტრიპიო ასე თქვა, თუმცა დარწმუნებული არ იყო თქვენ ხო, არ ვიცი რას გადაწყვეტ. 500 ლარი მაქვს. დახმარებები სამწუხაროდ აღარ დაგვრჩა. ხო, აღარ დამრჩა. ან უნდა გავრისკოთ, ან შევწყვიტოთ თამაში და წავიღოთ ამ შემთხვევაში 500 ლარი. აი ისევ თავიდან ჩემს პოზიციაზე ვარ, რომ ან ჰოპკინსი, ან ნიკოლსონი. რას ვაკეთებ? დავაფიქსიროთ? ვაფიქსირებთ? 100. საბოლოო პასუხია? არა. არა, მაშინ ახლა ეს ორი გავარჩიოთ, მერილ სტრიპი და ინგრიდ ბერგმანი. არ მახსოვს ამათი როლები სამწუხაროდ და იმიტომ მიჭირს. რა ვქნათ, ანჟელა? დე რომ დავაფიქსიროთ, რადგან არ ვიცნობ ამას. ინგრიდ ბერგმანი, სხვა პოზიციიდან გადავედით სხვა პოზიციაზე. ხო, იმიტომ რომ ნებისმიერი შეიძლება იყოს. ძალიან დავიბენი. თუ ჩემ დასვენდო, ესეც არ ვიცი, თვითონ არ იყო დარწმუნებული. რისკავთ თუ წყვეთ თამაშს? არა, ვრისკავ. და საბოლოო პასუხია? ვრისკავ, დავაფიქსიროთ ა. საბოლოო პასუხი. ხო. ენტონი ჰოპკინსი. ანჟელა, თქვენ დას ჰქონდა ვერსია მერილ სტრიპი. ხო. თქვენ რომ დაგეჯერებინათ, მოვიგებდი. მართალი იქნებოდით. არა უშავს. სამწუხაროდ პასუხია მერილ სტრიპი. ენტონი ჰოპკინსი მხოლოდ 6 ჯერ იყო ნომინირებული და 2 ოსკარი აქვს მხოლოდ. 300 ლარი თქვენია. გილოცავთ. მადლობა თამაშისთვის პირველ რიგში. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, შეგიძლია მოიგო 100,000. ხავთ მივესალმოთ შემდეგ მონაწილეს, ცოდნე ჟვანია. გამარჯობა. როგორ ვარ ცოდნე? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად, მადლობა. ცოდნე არის 25 წლის, მარტვილიდან. პროფესიით მასწავლებელი. რას ასწავლეთ ცოდნე? გეოგრაფიას. ძალიან კარგი. მიყვარდა სხვათა შორის ბავშვებისაც გეოგრაფია. საინტერესო საგანია ნამდვილად. ცოდნე, ვისთან ერთად მოხვედით სტუდიაში? ჩემს მამიდაშვილთან ერთად, მაია თურქიასთან ერთად და მეგობრებთან ერთად. მოგესალმებით, მოგესალმებით. ცოდნე, ვიგებთ 100,000 ლარს და რა ვშვებით? კარგ საქმეში გამოვიყენებთ. ოჯახს მოვახმარ. მე წესებს შეგახსენებ ცოდნე.
100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000 ლარს. თქვენ გაქვთ 3 დახმარება. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, ხოლო თუ არასწორად მიპასუხებ კითხვაზე, მაშინ დავკარგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? კი ბატონო. მაშასე, ჩვენ თამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რამდენი ციფრისგან შედგება რიცხვი 2026? 3, 4, 5, 6. B4. B4. 100 ლარი შენია. მეორე კითხვა. 150 ლარი. თამაშს როდესაც მოთამაშეების ერთი გუნდი ცდილობს ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის წევრს მოახვედროს. მეორე გუნდი იცილებს ბურთს. ქვია? ითამაშია? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. დაჭერობანა? წრეში ბურთი? დახუჭობანა? ორდროშობანა? საინტერესო ვერსიებია, მაგრამ B წრეში ბურთი. B წრეში ბურთი. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა. 200 ლარი. თუ სარკეში იხედები და მარჯვენა ხელი ასწიეთ. რომელ ხელს ასევთ თქვენი გამოსახულება სარკეში? მარჯვენას? არც ერთს? ორივეს? თიც დაგიქნებთ. მარჯვენას. მარჯვენას. რა თქმა უნდა. აი თითი რო დაგვიქნიოს იქიდან ძალიან ცუდი იქნება. უკვე ცუდის ნიშანი ცუდის იქნება. ნიშანი იქნება. მეოთხე კითხვა. 250 ლარი. რომელი აბანოებითაა ცნობილი თბილისი? წყალბადის, ფოსფორის, გოგირდის თუ იოდის? საინტერესო რაღაცას გეტყვით. დიახ. თუ გააჩნია როგორ წარიმართება თამაში, მაგრამ ჩემს მეგობარს თავთანხმდები, დიახ. რომ წავიდეთ გოგირდის აბანოებში შემდეგ. კი ბატონო. C გოგირდის. და 250 ლარი თქვენია ცოტნე და მივახლოდით მეხუთე გარანტირებულ 300 ლარს. რომელია სწორი ფორმა? შეურაცხყოფა? 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 თუ D შეურაცხყოფა? შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა. ცხყოფა. შეურაცხყოფა. A. რომელი? A შეურაცხყოფა. დარწმუნებული ვარ? B შეურაცხყოფა. გავაკეთოთ. B. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა. გარანტირებული 300 ლარი შენია, ცოტნე ამას ვერავინ ვეღარ წაგართმევს. ასევე გაქვს 3 დახმარება. და მეექვსე კითხვა. 400 ლარი. რომელი არ არის თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშის ვაზი? A. ხიხვი. B. ქისი. C. ოჯალეში. D. რქაწითელი. ცოტნე მეგრელი კაცი კი ხარ, მაგრამ ვინო გიყვარს ხო? მეტნაკლებად. თეთრყურძნიანი ოჯალეში ნამდვილად არის. სამეგრელოში იზრდება ხეზე. ოჯალეში არის. კი ბატონო. რქაწითელი. რქაწითელი. რქაწითელზე არ ვიცი რამდენად არის ქისი. ცოტნე რომელი ჯიში დაგილევია აქიდან თუ დაგილევია? ოჯალეში და რქაწითელიც დიდი ალბათობით დაგილევია რქაწითელი, აი როგორია აი
წითელი შეფერილობა აქვს ვითომ. დავაფიქსიროთ D რქაწითელი. ვითომ დახმარებები გაქვთ. მე მინდა შეგახსენოთ. სამი დახმარება გაქვს. თეთრყურძნიანი. თუ არა ვართ დარწმუნებული, ასე ვთქვათ. ხიხვი საერთოდ არც გამიგია, არც ვიცი როგორია და კისი? კისი მსმენია მაინც. ეს მსმენიათ მაინც რომ რაფერის არის? მაგაზე ასოციაცია არ მაქვს რაფერია. არა და თითქოს მარტივი კითხვა ჩანს. სამი დახმარება გვაქვს. კი, სამი დახმარება გვაქვს. დარბაზს ვკითხოთ. დარბაზს ვკითხოთ. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. ვინც იცის დარბაზში, გთხოვთ ავწიოთ ხელი. ორი მსურველი არის, ცოტნე გაგვეცანით? მოგესალმებით, მარიამ გელხაური, სწორი პასუხი არის ოჯალეში, მე მგონი C იყო, თუ არ ვცდები. მადლობა. კიდევ დიახ, გაგვეცანით? მერაბკილაძე, ოჯალეშია სწორი პასუხი. მადლობა. C ოჯალეშიო. ცოტნე. ესე იგი, ორი ვერსია არის ესეთი C ოჯალეშიო. ენდობი დარბაზ თუ კიდე გადაამოწმებ? დაუჯეროთ დარბაზს მაშინ, ოჯალეში. უჯერებ დარბაზს და ვაყვითლებ? C ოჯალეში. C ოჯალეში. ცოტნე კაცითელი რო გეთქვა. არასორი იქნებოდი. მადლობა დარბაზს. რა თქმა უნდა ოჯალეშია. არასწორად გახსოვდა. არასწორად მახსოვდი. ერთი დახმარება გამოვიყენეთ. დიახ. მაგრამ 400 ლარი გვაქვს და მე-7 კითხვა. 500 ლარი. რომელია პეტრე ოცხელის ყველაზე ცნობილი ნახატი, რომელიც მან 1936 წელს შექმნა? A. ფრინავი მშენებელი. B. ფრინავი მღებავი. C. ფრინავი ცხობელი. თუ D. ფრინავი მეთუნუქე. ოი. სამწუხაროდ არ მსმენია ამ ნახატის შესახებ არაფერი. არც პეტრე ოცხელის შესახებ მსმენია არაფერი. ფრინავი მეთუნუ რა პროფესიის იქნებოდა დაახლოებით? ხატვარი. შეიძლება მხატვარი იყო და კიდე რაღაცა პროფესიის ადამიანი იყო. ყველაზე ცნობილი ნახატი. ამ მომენტისათვის აი. დიახ. ფრინავ მეთუნუქეზე ვფიქრობ. რატომ? ხაც რა ლოგიკა დავაკავშიროთ, არ ვიცი. ფრინავი მშენებელი. არა, არ ჯდება რაღაცა ამაზად არ გამოდის. დარწმუნებული არ ვარ არც ერთში. დახმარება გაქვთ. და იქნებ ამ შემთხვევაში დავრწმუნდეთ დახმარების. დავრეკოთ, სარი ახლობელთ. ვის დავრეკავთ? თორნიკე მუშკუდიანთან. მეგობართან. მეგობართან. კი ბატონო, ვიყენებთ დახმარებას ზარი ახლობელთან. ალო, გისმენთ. თორნიკე მოგესალმებით. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ გადაცემიდან შენ შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ, გისმენთ. ცოტნე ჟვანია მიზის პირისპირ და თქვენი დახმარება ჭირდება. თუ სწორად უპასუხებს კითხვას, მაშინ იგი მოიგებს 500 ლარს. თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ცოტნე თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. რომელია პეტრე ოცხელის ყველაზე ცნობილი ნახატი, რომელიც მან 1936 წელს შექმნა? A. ფრინავი მშენებელი, ფრინავი მღებავი, ფრინავი მცხობელი, ფრინავი მეთუნუქე. პეტრე ოცხელი. პასუხები გამიმეორე რა აქედან სწრაფ. ფრინავი მშენებელი, ფრინავი მღებავი, ფრინავი მცხობელი თუ ფრინავი მეთუნუქე. პეტრე ოცხელი. მღებავი. აი მღებავი კი გავიგე, მაგრამ ასე თქვა მოასწრო მღებავი გაგვეთიშა ესე.
და დრო ამოიწურა. მაგრამ მოასწრო დაფიქსირება. ფრინავი მღებავი დავაფიქსიროთ მაშინ ვენდოთ. ვენდობით მეგობარს? ვენდობით. საბოლოო პასუხია? B ფრინავი მღებავი. B ფრინავი მღებავი. და თქვენი მეგობარი მართალი აღმოჩნდეს. ფრინავი მღებავია ეს ნობილი ნახატი. და 500 ლარიც თქვენია. კარგია რომ გამოვიყენეთ დახმარება. მერვე კითხვა. 1000 ლარი. რას ნიშნავს სწრაფი კვების ობიექტის აბრევიატურა KFC? A. კენტუკის შემწვარ ქათამს. კანაპოლისის შემწვარ ქათამს. C. კანზასის შემწვარ ქათამს. თუ D. კინგსტონის შემწვარ ქათამს. იყავთ KFC? მეტნაკლებად კი. ну, რა თქმა უნდა, აქ საუბარი იქნებოდა დამფუძნებელი თვითონ სადაური იყო. რომელი შტატიდან იქნებოდა დამფუძნებელი. ყველგან შემწვარი ქათამი მეორდება. უბრალოდ უნდა დავასახელოთ სადაური. დიახ. კანზასის შემწვარ ქათამს, კენტუკის შემწვარ ქათამს, კანაპოლისის შემწვარ ქათამს. ხომერ გაგიადვილებთ, ასე ვთქვათ, მსჯელობას 50-50-ზე, რომ წაგიშალოთ 200. ნამდვილად, თორე აი აქედან გამომდინარე გამოვიყენოთ დახმარება. გამოვიყენოთ. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას და ვთხოვთ წაშალოს 2 არასწორი პასუხი. გვჭება A. კენტუკის შემწვარ ქათამს და D. კინგსტონის შემწვარ ქათამს. კინგსტონი შეიძლება გვარი იყოს. კინგსტონის შემწვარი ქათამი დავასახელოთ D. საბოლოო პასუხია? დიახ. ვაფიქსირებთ. დიახ. ვაფიქსირებთ D. კინგსტონის შემწვარ ქათამს. ცოდნე. სამწუხაროდ თქვენი პასუხი არასწორია. ეს არის კენტუკის შემწვარი ქათამი. KFC-ის სწორი აბრევიატურა. ამ შტატში დაარსდა პირველი KFC რესტორანი. თუმცა 300 გარანტირებული ლარი თქვენია. მადლობა თამაშისთვის და კარგად ბრძანდებოდეთ. გაიხარეთ. კონტაქტი. მაშასე ჩვენ მოგზელებ თამაში შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მივესალმოთ ჩვენ შემდეგ მონაწილეს. ქედინო მიქაძე. ქედინო არის 59 წლის თბილისიდან. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. პროფესიით მასწავლებელი. რასასწავლით? ვასწავლი სამოქალაქო განათლებას და ისტორიას. ძალიან კარგი. ორი საგნის პედაგოგია. ჩავასწორებ თუ შეიძლება თბილისიდან კი ვარ, მაგრამ ამჯერად მოღვაწეობ კასპში. დაოჯახებული ვარ კასპში და იქ ვცხოვრობ ამჯერად. დღეს ვისთან ერთად მოგზავნით? დღეს მოვედი შვილთან ერთად, მარიამ გელხაურთან ერთად. მოგესალმებით მარიამ. მოგესალმებით. 100,000 რომ მოვიგებთ, რას ვაპირებთ? 100,000-ის მოგების შემთხვევაში ძალიან ბევრი მიზნები მაქვს, მინდა გითხრათ. მაქვს როგორც ჩემი პირადი მიზნები, რა თქმა უნდა, და მაქვს ასევე ისეთი მიზნები, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეებს. მე შეგახსენებთ წესებს. დიახ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 კითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3,000. თქვენ გაქვთ ასევე 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და ჰკითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა. მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებთ კითხვაზე, მაშინ წააგებთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? ძალიან კარგი. მზად ხარ თამაშისთვის? რა თქმა უნდა, მზად ვარ, დავიწყოთ თამაში. მაშასე, ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000.
პირველი კითხვა 100 ლარი. რომელია ცხელის ანტონიმი? გავარვარებული, ხურვალე, ცივი თუ მდუღარე? ცხელის ანტონიმი რა თქმა უნდა არის ცივი. ცივი. 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. რა აცვიათ ბალერინებს ფეხზე, როდესაც სცენაზე გამოდიან? პუანტები, ბოტასები, ქუსლიანი ფეხსაცმელი, სანდლები. როგორც მახსოვს, სწორი პასუხი უნდა იყოს A პუანტები. A პუანტები. რა თქმა უნდა, სწორად გახსოვთ. 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რომელზე ამბობენ გადამდებიაო? თქნარება, თვალის ჩაპაჭუნება, სლოკინი, ხელის გულის ქავილი. ალბათ უფრო ჩემი აზრით A უნდა იყოს სწორი პასუხი თქნარება. დავაფიქსიროთ? დავაფიქსიროთ, კი ბატონო. A თქნარება. რა თქმა უნდა. თუმცა 200 ლარი თქვენია. გადამდებია თქნარება, კი ბატონო. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელია ზმნა ამ წინადადებაში? გიორგიმ ნინოს ყვავილები აჩუქა. გიორგიმ ნინოს ყვავილები თუ აჩუქა? რა თქმა უნდა D აჩუქა. რა თქმა უნდა D აჩუქა. 250 ლარი თქვენია. მივედით გარანტირებულ 300 ლარზე. ანუ მეხუთე კითხვა. რომელ სასკოლო ნივთს ჰქვია თურქულ ენაზე ოკულ დეფტერი? რაც წარსულში ამ ნივთს ზედ ეწერა? რვეულს, კალამს, ფანქარს თუ საშლელს? ოკულ დეფტერი ჩემი შვილების დროინდელი რვეულები იყო რა თქმა უნდა და დავაფიქსირებ A პასუხს რვეულს. A რვეულს. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია ქალბატონო. რომელსაც ვერავინ ვერ შეეხება. გვაქვს ხელუხლებელი 3 დახმარება და მე-6 კითხვა 400 ლარი. რა უჭირავს მარცხენა ხელში ფიროსმანის აქტრისა მარგარიტას? A სარკე, B ყელსაბამი, C თაიგული თუ D ბუშტი? გვახსოვს კარგად ქალბატონო? ხო, ესე ნახატი მახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ მარცხენა ხელში სავარაუდოდ უნდა იყოს ბუშტი თუ სწორად მახსოვს. ხო, დარწმუნებული არა ვარ. დარწმუნებული არ ვარ. ხომ არ გადავამოწმოთ ან კომპიუტერით ან დარბაზის დახმარებით. კარგით, გამოვიყენოთ დარბაზის დახმარება. ვიყენებთ დარბაზის დახმარებას. კი ბატონო. დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, ხოვთ რომ აწიოს ხელი. რა უჭირავს მარცხენა ხელში ფიროსმანის აქტრისა მარგარიტას? გთხოვთ, დიახ, გაგვეცით, გაგვეცანით. გამარჯობა, მარიამ გელხაური, მისი შვილი. დიახ. სწორი პასუხი მე როგორც მახსოვს არის C თაიგული. C თაიგული. მადლობა. მეორე მსურველი? მოგესალმებით, ნინო მუმლაძე. მარცხენა ხელში უჭირავს თაიგული. მადლობა. ქალბატონო კეთინო. ორი ვერსია, ერთი თქვენი შვილის. და ორივე არის თაიგული. დაუჯეროთ თუ თქვენ ვერსიას დააფიქსირებთ, ან კიდევ დახმარებას გამოიყენებთ. გამოვიყენოთ მეორე დახმარება 50-50. კომპიუტერს ვთხოვ, წაშალოს 2 არასწორი პასუხი.
ანუ დარჩა ჩემი სარკე და ინტუიცია თაიგული. მცდარი იყო, ჩემი ინტუიცია, თუმცა რატომღაც ეს მხედველობითი აღქმა მაინც და მაინც არ უჩივი მხედველობით აღქმას, მაგრამ როგორც ჩანს შემაცდინა ჩემმა მხედველობითმა აღქმამ და დავტოვოთ ვენდოთ დარბას და დავტოვოთ C თაიგული. C თაიგული. და რა თქმა უნდა დარბაზი აბსოლუტურად მართალია. ამიტომ გამოვიყენე ის ერთი და 400 ლარი თქვენია, სამწუხაროდ დახმარება ერთი დაგვრჩა. ორი დახმარება გამოყენებული გაქვთ, დაგჭათ ერთი დახმარება ზარი ახლობელთან და მე-7 კითხვა. 500 ლარი. ვისი სახელი დაერქვა თბილისის ყოფილ პავლოვის ქუჩას 1990 წლიდან? A. ალექსანდრე ყაზბეგის B. შალბანო ცუბიძის C. მიხეილ თამარაშვილის თუ D. კონსტანტინე გამსახურდიას ყოფილი პავლოვის ქუჩა დღეს ხო არ გახსოვთ რა ქვია ამ შემთხვევაში უნდა ვენდო ჩემს ცოდნას და დავაფიქსირებ A ვერსიას ალექსანდრე ყაზბეგის. საბოლოო პასუხია? დიახ, ალექსანდრე ყაზბეგის. ალექსანდრე ყაზბეგის. A. და თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. 500 ლარი თქვენია. ბატონო. ყოფილი პავლოვი გახლავთ ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა. მერვე კითხვა 1000 ლარი. რამდენი გრამია 1 კარატი ბრილიანტი? A 0.1 B 0.2 C 0.3 თუ D 0.4 ამ სფეროში ნამდვილად არ მაქვს ცოდნა ამ შემთხვევაში, ამიტომ გამოვიყენებ პირდაპირ ზარი ახლობელთან. ვისთან ვრეკავთ? ვრეკავთ საბასთან. საბასთან. მეგობარი. კოლეგა საბასთან. ვიყენებთ დახმარებას. ალო. საბა მოგესალმებით. გამარჯობა. თათო დარჩია, გაწუხებთ გადაცემიდან შეიძლება მოიგო 100,000. დიახ. ჩემს წინ ქეთინო მიქაძეზის და თქვენი დახმარება ესაჭიროება. რატომ დახოთ? თქვენ 30 წამი გაქვთ დრო და ქეთინო თავად დაგისვამთ კითხვას. და დრო ჩაირთო. საბა, რამდენი გრამია 1 კარატ ბრილიანტში? 0.1, 0.2, 0.3 თუ 0.4? ანუ 1 კარატ ბრილიანტში. 1 კარატ ბრილიანტში, კი. აბასები რო გამიმეორო? 0.1, 0.2, 0.3 და 0.4, ცოტა სწრაფად საბა. 5 წამი 0.2-ია. 3, 2, 1 დრო ამოიწურა. ოღონ სავარაუდო. ამადა სავარაუდო, ასე 0.2 ხო? 100%-ით არ უნდა ვიყო მაინც და მაინც დარწმუნებული. თუმცა სხვა ვერსია გააქვთ რამე? სხვა ვერსია არ მაქვს ნამდვილად. მოდით ახლა მე საბას კომპეტენციაში ვერ შევიტან ეჭვს, იმიტომ რომ ზოგადი ცოდნის მფლობელია. მაშინ მეტყოდა რომ არ ვარ დარწმუნებული, ამ შემთხვევაში თუ კი არ იქნებოდა დარწმუნებული და ვენდობი საბას ვერსიას მაშინ და ვნახოთ. მივანდობ ამ შემთხვევაში საბას. B 0.2. B 0.2. და თქვენი მეგობარი აბსოლუტურად მართალია. 1000 ლარი თქვენია. მადლობა. დახმარებები აღარ დაგჭათ? არა. ამჯერად უკვე ჩემი ცოდნა, ჩემი ინტუიცია და ნახოთ, ბედიღბალი ალბათ. და მივედით მე-9 კითხვაზე. 2000 ლარი. ვინ იყო გერმანელი კომპოზიტორის რიხარდ ვაგნერის სიმამრი, მისი მეორე ცოლის კოზიმას მამა? A.
ფრიდრიხ შოპენი, B. ფერენც ლისტი, C. რობერტ შუმანი, თუ D. ჰექტორ ბერლიოზი. ლოგიკის მიხედვით ახლა თვითონ სახელი ჟღერადობა კოზიმა ცოტა იტალიურს ვამსგავსებ. თვითონ სახელი ჟღერადობას. მე ახლა ზუსტად წარმომავლობა ახლა ზოგის ვიცი და ზოგის არ ვიცი აქედან ამ 4 კომპოზიტორიდან. თუ ახლა ლოგიკას მიუყვები ამ შემთხვევაში უფრო მგონია ბერლიოზის. ანუ იმასაც ვერ ვაკავშირებ ახლა დავუშვათ რამდენად თანამედროვენი იყვნენ ასე. რო ვთქვათ რიხარდ ვაგნერი ვისი თანამედროვე იყო, ნამდვილად ვერ ვიხსენებ ახლა აქედან. თუმცა აი ამ ლოგიკის მიხედვით თუ არ ვწდება ჩემი ლოგიკა, სახელი ჟღერადობას უნდა დავეყრდნო, მეტი გზა არა მაქვს. და გარისკავთ? დიახ, აბა მეტი რა გზა? გზა როგორ არა გაქვს? თქვენ გაქვთ ის გზა, რომ შეწყვიტოთ თამაში კი ბატონო. და დაიღებთ 1000 ლარს. აჰა, გასაგებია. ხო. და არ დაკარგავთ 700 ლარს. აჰა, გასაგებია. ხოლო თუ არასდროს უპასუხეთ ახლა, მაშინ ჩამოვალ 700 ლარს დაკარგავთ და 300 ლარზე ჩამოხვდით. დიახ. კი ბატონო. თუმცა თუ სწორად უპასუხეთ 2000 ლარია. აჰა, კარგით. ანუ საერთოდ არ ვიცი ახლა ამაზე პასუხი. დიახ. ანუ ლოგიკის მიხედვითაც ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული ახლა რამდენად ზუსტი იქნება ჩემი ლოგიკა. აი ის დახმარება ახლა ჯობდა გამომეყენებინა ვიდრე რო არ დაუჯერე დარბაზს. რომ არ დაუჯერე დარბაზს. კი ბატონო. კი. არასწორი სვლა იყო ჩემი მხრიდან. როგორ მოვიცეთ? მოდით შევწყვიტოთ თამაში მაშინ. თუმცა შეიძლება ჩემი ლოგიკა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება რომ წყვეთ თამაშს. საბოლოოა კი, თუმცა შეიძლება ჩემი ლოგიკა სწორი იყოს და აბსოლუტურად მართალიც აღმოჩნდე. თუმცა ესეც ჩემი გადასაწყვეტია რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ჩვენ წყვეთ თამაშს. კი ბატონო. მაინც დააფიქსირეთ. რა სიტყოდით, ესე იგი? რაც წეღან თქვი, ეს იყო ჩემი ვერსია იყო D. ჰექტორ ბერლიოზი, სახელი ჟღერადობის მიხედვით. ჰექტორ ბერლიოზი და თქვენ შეცდებოდით, ეს იყო ფრენც ლისტი. აჰა, ძალიან კარგი. 1000 ლარი თქვენია, ქალბატონო კეთილი. მადლობა დიდი. მილოცავთ და მადლობა თამაშისთვის, კარგი თამაშისთვის. მადლობა თქვენ. კარგად დამდებოდეთ. ხო. აკეთ კი ბატონო. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაში, შეგიძლია მოიგო 100,000 და ჩვენი შემდეგი მონაწილეა თენგიზ კუჭავა. თენგიზი არის 65 წლის წყალტუბოდან. პროფესიით რესტორატორი. მისი ჰობია სპორტი და გასტრონომია. ძალიან კარგი. ბატონო თენგიზ და სტუდიაში ვისთან ერთად მოგზადეთ? ეხლა მოვედი მარტო. არავინ არ იცის, ინკოგნიტოდ. ინკოგნიტოდ ხარ მოსული. ძალიან სიურპრიზი გინდა რომ გაკეთო. ანუ ხეხა რომ დაგინახავენ სიურპრიზი იქნება თქვენიანებისთვისაც. მაშინ მივესალმებით თქვენიანებს აქედან სტუდიიდან. და 100,000 რომ მოვიგებთ, რას ვიზავთ ბატონო თენგიზ? ერთი ნაცნობი მყავდა 100,000 რო კონდეს რას იზამოდა, ვალებს გევისტუმრებოდა. დანარჩენი თუ დანარჩენ ვალებს გევისტუმრებოდა. აჰა, გასაგებია. მე სახლი მინდა რო ვიყიდო სოფელში. მე წესებს შეგახსენებთ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა უპასუხოთ სწორად 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს. ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხეთ დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა. მაგრამ თუ არასწორად მიპასუხეთ კითხვაზე, მაშინ რა თქმა უნდა დავკარგავთ იმ მოგებულ
თანხასაც. გასაგებია ხო ყველაფერი? ძალიან კარგი. ბატონო თენგიზ მზად ხარ თამაშისთვის? კი. მაშასე ჩვენ ვთამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რომელ თითს გამოსდებენ ხოლმე ერთმანეთს ბავშვები შერიგების ნიშნად? ცერს, საჩვენებელს, შუათიც, ნეკას. დენექს. დენექს. 100 ლარი თქვენია. მოდი შევრიგდეთ ხო, შევრიგდეთო ეს. მეორე კითხვა. 150 ლარი. თუ თბილისიდან მიფრინავთ რომში, რა მიმართულებით მიფრინავთ? ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით თუ აღმოსავლეთით? C დასავლეთით. C დასავლეთით. იმოგზაურიათ ისე თქვენ ბატონო. 150 ლარი თქვენია. მესამე შეკითხვა. 200 ლარი. 1-დან 50-ის ჩათვლით. რამდენჯერ გვხვდება ციფრი 4? 13-ჯერ, 15-ჯერ, 16-ჯერ თუ 19-ჯერ? 50-ის ჩათვლით. შეგვიძლია ხმამაღლაც ვიმჯეროთ, არ არის პრობლემა. ჩამოთვალდი 4, დიახ, 14, ბატონო. 24, 34, დიახ. 44. 44-ში რამდენი 4-ია? 2. აბა კარგად რო დავფიქრდეთ. 1-დან 50-ში რამდენჯერ გვხვდება ციფრი 4, ხო? დავწეროთ, დავუშვა. დიახ. 4. დიახ, ეს 1. 14. ხო? დიახ. მანამდე ხوار გვხვდება 4 არ წერთ. კი ბატონო. 14-დან 24-მდე. კი ბატონო. ხوار გვხვდება არ წერთ. არ გვხვდება. დიახ. ეს 3. კი ბატონო. შემდეგი რა მოდის? 34. ეგ 4. 4. მე რა მოდის? მე 44. 40 რას უშვებით? ხო, 40. 40 სად მიგვაქვს? ხო, 40. კარგად დაუფიქრეთ ესე იგი. ანუ ესე იგი მე-5-ია ეგ. 7-ჯერ. რა ქრო არა 13-ჯერ წერია და 15-ჯერ. 40-ის მერე რამდენია? 4, 14, 24, 34, 40, 44. კითხვას ვერ გებულობ, აი როგორაა. 40-ის მერე რა მოდის? 40 40-ის მერე. დიახ. გასაგები. კი ბატონო. აბა ჩამოვთვალოთ ახლა. 4, 14, 24, 34, 40, 41, 42, 43, 54, 55, 46, 46, 47, 48, 50, 16-ჯერ. 16 სწორია, ზუსტი დათვლა. ასე დავთვალე რა ვიცი. 4, 14, 24, 34, 40. კი ბატონო. 41, 42, 43, 44, 44. კი ბატონო. 45, 46, 47, 48, 49. 15 გამოვიდა. საბოლოო პასუხი? B 15. B 15-ჯერ. ეშმაკური კითხვები. 200 ლარი თქვენია. როგორც იგრა. კიდევ დავიბედით ბატონო თემის, მაგრამ არა უშავს. მეთქი 13 რატო? მეოთხე კითხვა. 250 ლარი. რისი თამაში აქვს დაცლილი ცუდად ჩვენში გავრცელებული ხალხური ცურწმენის თანახმად? თვალის, ყურის, ცხვირის თუ ჯოკერის? ჯოკერის თამაში მართლა მაქვს ცუდად დაცლილი. თვალის, თვალის. 250 ლარი თქვენია ბატონო თენგიზ და მიუახლოვდით მეხუთე გარანტირებულ 300 ლარს. დაასრულეთ ფრაზა
music ვერისუბნის მელოდიების სიმღერიდან. ანა ბანა, მამამ კამფეტი მოგვიტანა, შეშა მოგვიტანა, შოკოლადი მოგვიტანა, თუ ნაყინი მოგვიტანა. კაი მამა. რომელი პასუხია სწორი? ანა ბანა, მამამ შეშა მოგვიტანა. B შეშა მოგვიტანა. რა თქმა უნდა, და 300 გარანტირებული ლარიც მოგიტანა. რომელსაც ხელს ვეღარ ახლებს, თქვენია. დახმარებებიც გაქვთ, ხელუხლებელი. დაბალ მაგიდაზე რო ვიყოთ, კაია ჭიქით. და მეექვსე კითხვა ბატონო თენგის. 400 ლარი. ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ამერიკელი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინი და ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტონ ბალანჩივაძე? A. მამაშვილი, B. ძმები, C. ბიძაშვილები, D. არავინ. მგონი არავინ. თქვენ დახმარებები გაქვთ? ჩემი აზრით სანერვულს არაფერი გაქვთ. მამაშვილი, ძმები. ადამიანის უჯრედები ხანში რო შედის იკლებს, და ის რო ვიცოდი ის მოკვდარი ალბათ. მაინც აი ვერსიით რომელი შეიძლება იყოს? კაი, ნახევარი 50. კომპიუტერს დახმარება. კომპიუტერს თხოვთ, წაგვიშალოს 2 არასწორი პასუხი. არ ვიცი რა მამაშვილი და ბიძაშვილი. დაგვრჩა მამაშვილი და ბიძაშვილები. თქვენი ვერსია არავინ გამოირიცხა. ო. და ისიც იმაზეც ვფიქრობდი. იქაც ფიქრობდი. აი ბატონო. მამაშვილი. აი აქედან რომელს ფიქრობთ? ადაცედან. ბალანჩივაძე. მე მგონი ბიძაშვილები არიან. მამაშვილი არ მგონია რომ იყოს. რატო არ გონია? თითქმის ერთ პერიოდში იყვნენ ეს და. კომანდარე გაქვთ ფილმისთან? არა. კარგი, მამაშვილს ვიტყვი. შევიცვალეთ აზრი ბიძაშვილებიდან და მამაშვილზე გადავედით. პრინციპში, ასე ვთქვათ, თანხას არ კარგავთ. ამ შემთხვევაში გარანტირებული 300 ლარი გაქვთ, მაგრამ თამაში ხარ გააგზავნებთ თუ არასწორი იქ და პასუხი. კარგი, თქვათ ბოლოს C ბიძაშვილები, თუ წავაგებ ანა. საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხია? საბოლოო პასუხი. C ბიძაშვილები. ბიძაშვილები. მამაშვილი რო გითქვათ, თქვი და უნდა დავჩენილიყავ იმას. თქვენ სწორი იქნებოდით. სამწუხაროდ თქვენი პასუხი არასწორია, თუმცა გარანტირებული 300 ლარი თქვენია და მადლობა მობრძანებისთვის და თამაშისთვის. მადლობა. აქეთ შეიძლება მადლობა. ჩვენ თამაშობდით თამაში შეგიძლია მოიგო 100,000. მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.